მარიკა არევაძე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ადვოკატი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებების შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო ახლა მოქალაქეებს ემუქრებათ სისხლის სამართლის წესით ერთწლიანი პატიმრობა. მარიკა უკვე შემოგვიერთდა. მარიკა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა. ხო, დავიწყოთ ამ ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც გუშინ დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ უკვე მეორე მოსმენით, ხომ? არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მაგალითად ჩვენი სტუმარი არის, შეიძლება მოექცეს ამის ფარგლებში, შეიძლება გახდეს დაჭერის კანდიდატი. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ქართული ოცნების ეს ნაბიჯი, რამდენად იმუშავებს დავუშვათ მანამდე მიღებული კანონებისგან განსხვავებით, რომლებმაც ეფექტი ვერ გამოიღო აქამდე ოცნებისთვის, ეს თუ იქნება ეფექტიანი თუ არა? მოგესალმები პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვან რამეს აჩვენებს ოცნების მხრიდან ამ ძალდატანებით რაღაცა კანონების მიღება, თითქოს და რომ მოიპოვონ ლეგიტიმაცია, ვინაიდან ეს პირდაპირ აჩვენებს და ყველაზე დიდი აღიარება არის, რომ ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ სწორედ ლეგიტიმაცია, ეს უქმნის პრობლემას და ეს არის საფრთხე მიტაცებული ძალაუფლებისთვის და ამ ლეგიტიმაციას რომ ვერ იღებენ, მიმართეს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო გზას, ავტორიტარულ მეთოდს, როდესაც კანონებით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად აიძულონ ადამიანები და დაიმორჩილონ, რასაც ადგილი არ აქვს. აი ამ ლეგიტიმაციის ნაწილზე მე სპეციალურად სანამ მოვიდოდი ეთერში ქრონოლოგიას კი ჩამოვიწერე, რომ არ მინდა რამე გამომრჩეს და მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო დღეს როგორ მოვედით აქამდე და რატომ არის არალეგიტიმური ძალა ქართული ოცნება, ხომ? სულ ცოტა ხნის წინ პერიოდიდან რომ დავიწყოთ და ძალიან შორსაც არ წავიდეთ, დავიწყოთ აი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, სადაც ასე ვთქვათ, არჩევნებზე განხორციელდა ყველანაირი დარღვევა, იყო მოსყიდვა პირადობების ჩამორთმევა, ფარულობის მასობრივი დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც არაერთი მტკიცებულება არსებობს, ხო? მათ შორის მტკიცებულება ქართულ სასამართლოში, როდესაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო გადაწყვეტილება. არსებობს ასობით დამკვირვებელი, რომელიც მიუთითებს ჩვენებები, არაერთი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ეუთო ოდირის დასკვნა და რაც თავარია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მარნეულს რომ შეეხება შემთხვევა გაყალბების ნაწილში. ამას მოყვა რა? მოყვა ის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ვაღიარეთ ჩვენ არც ერთმა არჩევნები მივიჩნიეთ გაყალბებულად და არც ერთი ჩვენგანი არ შევედით პარლამენტში და ამის პარალელურად, როდესაც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰქონდა საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი და ეს საკონსტიტუციო სარჩელი არ იყო განხილული, მოახდინეს რა? პირველი სხდომის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ წმინდა სამართლებრივი პრობლემებიც გააჩნია ამ ყველაფერს. ამას მოყვა კობახიძის ბრიფინგი, რომლითაც მან ფაქტობრივად გააჩერა ევროინტეგრაცია და მანამდე ჩვენ კიდევ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ბოდიში გორიდან, ოკუპირებული ქალაქი და დაბომბილი ქალაქიდან, ბოდიში ეს მინდა რომ ბოლომდე ჩავიდე, დაბომბილი ქალაქი ბოდიში ოკუპანტებს, რასაც მოყვა მასობრივი გამოსვლები და ამ მასობრივ გამოსვლებზე გამოიყვანეს არა სპეცრაზმი, არამედ სადამსჯელო რაზმი და ყავდათ საწამებელი მანქანები. საწამებელ მანქანებში ჩვენ გვახსოვს არაერთი ნაწამები ადამიანი და მოქალაქე, ხო? ჩვენ გვახსოვს ასევე თირქია ბატონი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმის გასროლილი ტყვიით, ხო, დაზიანდა და მასზე მკურნალობაზეც კი არიღებს პასუხისმგებლობას დღეს ოცნება, ხო? გვახსოვს პოლიტიკოსი მაგალითად, აი ნინო კვიტაიშვილი, რომელსაც ტიტუშკებმა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, მაგრამ არც ერთი აი ამ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი არც ერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ხო? ჩვენ გვახსოვს ასევე არაერთი ტიტუშკები, რომლებიც გამოიყვანს და არც ერთი არ არის დასჯილი. სასტიკი რეპრესიები მედიეს მიმართ და მაკაც შიხლაძის მკვლელობის ცდელობა ყველაზე თვალსაჩინო, სადაც ასევე არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი. ხალხის მოწამვლის ფაქტი, რომელზეც 2 დღეში გამოძიება დაასრულეს და არაფერი არ არის გამოძიებული არავინ პასუხისმგებელი პირი. სამაგიეროდ ჩვენ გვახსოვს ავტორიტარიზმის სახელით, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმი კანონის სახელით, როდესაც დაიწყეს კანონების გამკაცრება, თავიდან ჯარიმებით გაამკაცრეს, 500 ლარიანი ჯარიმები გახადეს 5000 ლარიანი ჯარიმები, შემდგომ უბრალოდ გზაზე დგომა და ტროტუარზე დგომა გახადეს დასჯადი, არა მარტო უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით,
არამედ სისხლის სამართლებრივი წესით და დღეს ნახეთ კარგად იცნობთ ამ საქმეს. აი დავასრულებ 2 წუთი გამინდა ძალიან გთხოვ დავასრულებ სამი შვილის დედა ანა ბდეიანი რომელსაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯით ემუქრებიან ადამიანს ამაზე ჩვენ დღეს ბრიფინგიც ვქონდა ხო ლიზი უბილავა სტუდენტი რომელიც მისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით აიყვანეს პირველად და მასაც სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ემუქრება სოფიო როინიშვილი 2 შვილის მარტოხელა დედა და მასწავლებელი პედაგოგი რომელსაც ასევე ემუქრება დაკავება ჩვენ გვახსოვს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დევნილი აზა ბებუ აზა ჩილაჩავა რომელიც ტროტუარზე დგომის გამო და პირბადის კეთების გამო დააკავეს და ამის პარალელურად კრიმინალი რა დღეშია ჩვენს ქვეყანაში ხო რა დღეშია კრიმინალი დღეს რომ ნიკო კვარაცხელია და გიგა ავალიანი ცოცხლები არ არიან ეს ხომ იმ კრიმინალის დამსახურებაა რომ ციხეები გადატენილია უდანაშაულო ადამიანებით 120-ზე მეტი პატიმარი ყავს თვითონ პოლიტიკოსები პატიმრები რომელთაც გადაავსეს ციხეები ასობით ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და ამ დროს კრიმინალები ქუჩაში დათარეშობენ ძალადობრივი ჯგუფები და ამ გმირ დედებს რომ არ ებრძოლათ საკუთარი შვილების მკვლელების დასჯისთვის დღეს არც ბრალი არ იქნებოდა წარდგენილი ამას მოყვა ის რომ ემიგრანტებს საერთოდ აუკრძალეს ხმის მიცემის შესაძლებლობა, ხო? პარტიების აკრძალვა არის პროცესში. ჩვენ გვყავს მორჩილი სასამართლო, გვყავს დაუსჯელი მანდატურები და დღესაც ეს ანა ბდეიანი და ლიზი უბილავა ეხა სურათები გადმომიგზავნეს მანდატურის თანამშრომლებმა ათრიეს დალურჯებები აქვთ. იმიტომ გამოიყვანეს სასამართლოდან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ პროცესი მიმდინარეობდა და იქ მისულ ადამიანის ფერებით გამოყავდათ, რომლებიც წესრიგს არ ყვებდნენ. ამათმა უთხრეს, რომ როგორ ჩვენ რას გვერდჩით ჩვენ რატო გვერდჩით და ესეთ ხრევით გამოიყვანეს იქიდან. აი ამ ყველაფერმა მანდატურის სამსახურმა, რომელიც არ არსებობს, არ ისჯება, სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, დაზარალებულები არიან და არც დაზარალებული ცნობას გასცემენ და არც მანდატურებს ჯიან. აი მეგობრებო, ამ ადამიანების არც ერთი დამნაშავე, ამ ადამიანების წამებაში არც ერთი მხილებული ადამიანი არ არის გამოვლენილი, დასჯილი. პარლამენტი არის არალეგიტიმური, იღებენ კანონებს იმისათვის, რომ დაამკვიდრონ დიქტატურა, ავტორიტარიზმი ინარჩუნონ მიტაცებული ძალაუფლება და ამ პირობებში რაც არ უნდა კანონი მიიღოს ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა ვაღიარებთ ვინმე ამ ყველაფერს დავივიწყებთ რა თქმა უნდა არა რა თქმა უნდა არა და კი როგორც თავში აღნიშნე დიდი ალბათობაა იმის რომ ხვალ ამისთვის 3 წლით სისხლის სამართლის დაპატიმრებების რაოდენობის გაზრდის საფუძველი ეს არის ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმეს გვეშინია და ვინმე დავიხევთ უკან ამის გამო ჩამსვავენ 3 წლით ციხეში ჩამსვან კი ბატონო, ანა ბდეიანი და ლიზი უბილავა. დღეს პროცესი დღეს იყო პროცესი, მოძრაობა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ეს არის სოფო მარკოზია და იქ ვიყავით, სხდომაზე იყვნენ მისულები. ადამიანები და ამ დროს მოხდა ეს ფაქტი გარდა ამისა თუნდაც დღეს ეხლა სასამართლოში მიმდინარეობს საქმე სადაც ილო ღლონს მაგალითად 4 დღით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში ვიღაცა სიტყვი ანუ ტროტუარზე დგომას ვამბობთ საუბარია ტროტუარზე დგომის გამო ლიზი უბილავა ამბობდა თითქოს რომ მას პირველ ჯერზე მოახდინეს მისი დაკავება გზის გადაკეტვის იყო დაკავებული პირველად და ადმინისტრაციულად იყო როდესაც კანონი ეგრეთ წოდებული კანონი გაამკაცრეს და ესე იგი გზაზე დგომა გახადეს გზაზე დგომა და პირბადის ტარება გახადეს სისხლის ადმინისტრაციული წესით პირდაპირ დაკავების საფუძველი და შემდგომ განმეორების უკვე სისხლის სამართლის საფუძველი მაგ დროს მოხდა მაგნაკადში მოხდა მასობრივი დაჭერები იყო მაშინ თუ გახსოვთ მაშინ მოხდა ლიზი უბილავას დაკავებაც და ის მეუბნება რომ სახლთან რო დავინახე რომ შკოდა მოძრაობდა მისი ძმა არის არასრულწლოვანი და ოჯახს რო არ ქონოდა რაღაცა დამატებითი ემოციები ჩუსტებით იყო ჩასული დაბლა და ჩუსტებით 3 ადამიანი, 3 პოლიციელი ამ შკოდადა რო გამოვიდა, ვიდეო უნდა განახოთო და სანამ ვიდეოს ვუყურებდი 3 დამატებითი ეკიპაჟი მივიდა და 10-მდე პოლიციელმა ძალის გამოყენებით არასრულწლოვანი 14 წლის ძმის თანდასწრებით ჩატენეს ლიზი მანქანაში და წაიყვანეს და ადმინისტრაციული 6 დღე თუ სწორ 4-დან 6 დღემდე აღარ მახსოვს დღეების რაოდენობა ზუსტად მოუწია იზოლატორში გატარება ახალგაზრდა გოგო სტუდენტს გზაზე დგომის გამო და ნიკო კვარაცხელიას მკვლელები ისევე როგორც გიგა ავალიანის მკვლელები და არაერთი ასეთი შემთხვევა ეს ხო ბოლო შემთხვევები ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის მკვლელები დედებს რომ მართლა რკინის ქალამნები არ ჩაეცვათ და ერთი ამბავი არა ეტეხათ გამოუძიებელი იქნებოდა. იმიტომ კი არა რომ მართლა ვერ იძიებენ, იმიტომ რომ კრიმინალს ახალისებენ, იმიტომ რომ შერჩევითი სამართალია, იმიტომ რომ პოლიცია
დასდევს თავისუფალ მოქალაქეებს და კრიმინალს ახალისებს, იმიტომ რომ ზუსტად მაგ კრიმინალზე დგანან. აი მარიკა, ჩვენ როდესაც ვნახეთ ტროტუარზე დგომის საქმეების გამო დაკავებები, მაშინ რაღაც თითქოს მოსამართლეები რაღაცნაირად აჭიანურებდნენ ამ საქმეს, თავს იკავებდნენ, თითქოს არ უნდათ რომ პირველი ყოფილიყო მათი სახელი, ხომ? ახლა კიდე უფრო ძიმე იქნება ის გადაწყვეტილება თუ ადამიანებს დააკავებენ სისხლის სამართლის წესით უკვე ტროტუარზე დგომის გამო და ეს წლით გაუშვებთ. ხო, თქვენი აზრით ამ გადაწყვეტილებასაც ასე ადვილად დასთანხმდებიან მოსამართლეები, რომ იყვნენ ამ გადაწყვეტილებების მიმღებები? კი ბატონო, ნახეთ პირველ რიგში არა მხოლოდ ეს სამი ადამიანი, რომელიც მე ვახსენე, ქალები, არამედ ბუკინისტი ლაშა სონგულია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, გიორგი წულაია, დავით გაგრელი, ყველა ესენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მურუსიძემ რომ მიიღო, კი ბატონო და დატოვა პირველ ინსტანციის გადაწყვეტილება ძალში და იცით რა თქვა ამით, რომ დიახ, თურმე ტროტუარზე დგომა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია. ტროტუარზე დგომა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია. ყველაზე, ჩემი ფანტაზია არ ეყოფოდა ამას, რომ ამ სიტყვების როდეს მე ვიტყოდი. მურუსიძისგან ერთგვარად ადამიანები არ გაუკვირდეს, კი ბატონო, ეხლა სხვა მოსამართლეების სისტემაში ვინ შეიძლება არ წავიდეს. აპელაციაში იყო ერთადერთი მურუსიძე, რომელმაც ეს თქვა, თუმცა სასამართლო ჩვენ გვაქვს სრულიად დამორჩილებული. სამწუხაროდ სრულიად დამორჩილებული და მიიღებენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაავალებენ. სამწუხაროდ. კი ბატონო, თქვენ წეგან ძალიან მძიმე ფაქტებზე ლაპარაკობდით, ხო ადამიანების უფლებების დარღვევაზე ძალიან უხეშად. ახლა მოსკოვის მექანიზმი ამოქმედებული, ამის შესახებ ალბათ ეს ყველაფერი აღიწერება ამ დასკვნაში, რომელსაც მოამზადებენ EUTHO-ს წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული ამ მისიის წარმომადგენლები, ხო? როგორ მიმდინარეობს ეს მუშაობა, თქვენ თუ გაქვთ შეხება მათთან ან ადამიანებთან, რომლებსაც თხოვენ ისინი გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას? კი ბატონო, ესე იგი, დღეს მქონდა ზუსტად ბრიფინგი მოძრაობა პროტესტის სახელით, რომელთაც ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ პროტესტის სახელით, რომელიც აერთიანებს ათობით უკვე დაჭერილ და უფლებადარღვეულ ქალს, მივმართეთ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ კომისიას და მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა არა მხოლოდ ამ ქალებთან, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ვითხოვეთ შეხვედრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და გარდა ერთიანი მიმართვისა, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად, მათ შორის ჩვენი წევრები მიმართავენ და აუცილებლად მივაწვდით სრულ ინფორმაციას, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების მასობრივი და განგრძობადი, სისტემური რღვევა, რის გამოც დღეს უმძიმესი მექანიზმი არის ამოქმედებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხომ? რეალურად ოცნების წინააღმდეგ, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ოცნების გამო აზარალებს ჩვენს ქვეყანას, ხო? და ეს რატომ ხდება? იმიტომ ხდება, რომ არც ერთი ინსტიტუცია ოცნების ხელში და ოცნების პირობებში ხალხს და სახელმწიფოს არ ემსახურება ოცნებას და იმას, რომ ამ ძალამ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და პასუხებისთვის.